მოგესალმებით მეგობრებო, თქვენთან არის ნიკა შოუ 1 2 3 და დღეს ჩვენ გვექნება თამაში The Ice. საში თამაში სადაც დღეს ისევ ჩვენ გამოგვიგდება ეს საშიში და საზიზღარი მონსტრი სახელად კრეისი. ასევე ბაბი და მე მას უფრო შელამაზებულად ვეძახით ჩუბაკაბრას, თუმცა მას უხდება. ხო, ჯერჯერობით გაჭედილი ვართ აი ამ ლეველზე, სადაც აი ეს დაგვიზევს ეს ჩუბაკაბრა, მაგრამ ცოტა ხანში როცა გვექნება უფრო მეტი ფული, ჯერჯერობით გვაქვს 258 მონეტა, როცა გვექნება 500-იან ან ეს 600-ის 500-იან 300 მონეტა, მაშინ ალბათ 300 უფრო ჯობია, ცოტა დაგვჭრა 300 გვექნება და აი ამას ამ ლეველს გავხსნით და უკვე მაშინ ვითამაშებთ. ან თუნდაც ესეც მაგარი რაღაც ჯადოქარი. აქ საერთოდ 2 მონსტრი გამოგეკიდება და აქ 600 ღირს თლიანად 2 მონსტრი გამოგეკიდება. მაგრამ ჯერჯერობით მოდით ნორმალურ რეჟიმში ვითამაშოთ კრეისისთან, ჩუბაკაბრასთან. აქ წერია კრეისი, პირველი თავი კრეისი, აქვე მაგას ნადირობს სასახლეში. სასახლეში ჩვენზე ინადირებს, როგორც ხვდებით. კარგით, მოდით დავიწყოთ, არ მინდა რომ გავწელო. ხო, აქ წერია ყველაფერი წესი წერია, რა არის ეს თამაში საერთოდ. და ახლა ყველაფერს მე თვითონ აგიხსნით, არა საჭირო ეს ყველაფერი. მოკლედ მეგობრებო, ამ თამაში ჩვენ ვითომ თამაშობთ ქურდის როლს, ხო? ცუდი ბიჭები ვართ რო თქვა ამ თამაში. და ჩვენ აი ამ საშიში შევიპარეთ და უნდა გავძარცვოთ ის მონეტებისგან. ნორმალურ რეჟიმში ჩვენ უნდა გავძარცვოთ 20 მონეტა, 20 ოქროს მონეტა, დაღმერთო 20 ოქროს მონეტა. ადვილ რეჟიმში და გავძარცვოთ 12 მონეტა, ხერხი ძალიან კარგი გამოგვადგება და ანუ პირველ ლეველზე ყველაზე ადვილი რაც არის ამ თამაში, ნორმალური, ეხლა ჩვენ ნორმალურს თამაშობთ. აი იქ უნდა გავძარცვოთ 6 მონეტა აი ესეთი. მაგრამ მათი პოვნა ძალიან ადვილია. ხო. ჩვენ უნდა ვიპოვოთ 20 მონეტა და მე შეგვიძლია მარტო აქედან გავიქცეთ. ანუ 20 ტომარა მონეტებით, სწორად რო ვთქვათ. ჩვენ უკვე ვიპოვეთ 3 თვალი, რომელიც ხო, აქ არაფერი ყოფილა. აქ არ ვიცი თქვენ ხედავთ თუ არა, მაგრამ აგერ მიჩანს 3 თვალი. ეს 3 თვალი მე აი აქ მიჩანს, აი აქეთ მიჩანს 3 თვალი. 3 თვალი მაქვს და თუ დავაჭერ ამ თვალს, მაშინ მე შემიძლია დავინახო ყველაფერი მონსტრის სახით, ანუ თითქოს მონსტრი გავხდებით. არ შემიძლია, ანუ ვიარო მონსტრის მაგივრად, არ შემიძლია ვაკონტროლო მისი. შევეცდები ხა განახო ჩუბაკაბრა. თოკი წამოვარეთ პოვნა. აი, ნახეთ. თან დამიწერა იქ run, ანუ გაიქეცითო დამიწერა, მაგრამ ჩვენ ოთახში ვართ, ამიტომაც ოთახში ხო მეგობრებო, ამ თამაში თუ ითამაშებთ, გირჩევთ ისე ძალიან ჯერჯერობით შეიძლება თავიდან სტაში იყოს თქვენთვის, მაგრამ მე მიეჩვევით ძალიან ადვილი თამაშია, სახალისო ამ. უფრო საშიში იქნება სხვა ლეველებზე, სადაც მე უკვე ძალიან ცოტას თამაშობდი. ხო, ანუ ბევრჯერ თამაშია სხვა ლეველებზე. უმეტესად ამ ლეველზე თამაშობდი, ანუ პირველ თავში, სადაც კრეისი ეს ჩუბაკაბრა. ჩუბაკაბრა ჩვენზე ნადირობს. ასევე ბაბი ამ ჩუბაკაბრას ეძახის. ბაბი ვინც არის ჩემი მეგობარი, რომელთანაც ერთად ვიღებთ ჩვენ ერთად ვიდეოებს. ხო, ბაბიმ ასევე მას დაარქვა შავი რამპუნცელი. არ ვიცი უხდება თუ არა. აი ახლა დავაჭერთ. არა, საჭირო თვალის დაჭერა, ისედაც აქ არის ეს ჩუბაკაბრა. მე თქვი თვალს დავაჭერ, მეთქი ვნახავ რომელ სართულზეა მეთქი და ხო, გავექცევი მეთქი, მაგრამ თვითონ მოვიდა. აჰა. ჩვენს კედმოდის ახლა. კარგი, დაველოდებით, სანამ წავა, არ მინდა რომ შემჭამოს. თან კიდე შევამჩნევდით, ეს ყველაფერი ნახეთ ტელევიზორს კიდე, ანუ ყველაფერი თითქოს ნადგურდება, ირგვლივ ესეთი ხმა ჩნდება. აჰა, ეს მეორე სართულზეა. ალბათ ჯობია ჩავიდეთ ჩვენ პირველ პადუალში, ხო, პადუალში, ანუ სარდაფში, სადაც ჩვენ გავლოცავთ. სარდაფში უფრო ძნელია ყველაფრის გალუთვა. მაგრამ მაინც, მოდით შევეცადოთ მაინც. რამე აქ ბევრი გასასვლელია და შევძლებთ მას გავექცეთ. ეხა ეს ჩამოვა სადღაც. იმედია პირველ სართულზე დარჩება. დიდი იმედი მაქვს. იმედია აქ არ ჩამოვა. თუ
თუმდაც თუ ჩამოვა გავექცებით უპრობლემოდ. იმიტომ რომ აქ იმდენი კორიდორებია, რო ვთქვათ, გასავლელები რომ რა საშიში. კარგი. ხო, კიდე ერთი ოთახია, მაგრამ გასაღები სჭირდება ამ ოთახს, რომელიც ჩვენ ჯერჯერობით არ გვიპოვნია სამწუხაროდ. კიდე ერთი დომარა. ისე მეორე სართულზე ვიდე. ეს ბორო ესა. გარაფერი არის. მოკლედ თვალებით ახსავსე ვარ აქ იმდენი თვალია. სადღაც იყო ხან სადღაც არის. ვიქ ტომარა იყო, მაგრამ კაი ტომარა კი არა, სესხლი ხან თავი. უნდა გავექცეთ აი ეკით. სადღაც არის ხა ის. ხა რანდა მიწერა, მაგრამ გავექცევით, არის ნერვიულთ მე. კაი, მოდი შევიდეთ მაინც მეშინია მინოზე და მენახა, მაგრამ მაინც. მოკლედ, როგორც ჩანს მოასტრო ქვით ჩამოსვლა, მაგრამ მაინც ჩვენ ძალიან ბევრი ტომარა მოვიპოვეთ აქ. ვინც არ იცის, მე ძალიან ბევრი ვიდეო მაქვს გადაღებული ამ თამაშზე, შეგიძლიათ ისინიც ნახოთ. და როგორც ჩანს ეს ვიდეო ყველაზე მოკლე იქნება ჩემი გადაღებული ვიდეოებიდან, იმიტომ რომ უკვე თითქმის ყველაფერი, ყველა ტომარა შევიძინეთ, რო ვთქვათ, ხაშად. კარგით, მოდით კიდე გავლუთოთ, გავაგრძელოთ თაკაურობის გალუთვა. თქვენ ისე მეგობრებო, სულ დამავიწყდა ამის თქვა რომ უნდა დაალაიქოთ ეს ვიდეო, გამოიწუროთ ახი და ზარის ღილაკს დააჭროთ, რა თქმა უნდა. რატომ არ წერთ არხს? კარგი, მოდით ახლა ჩვენ მეორე სართულზე ვიდეთ უცფას. ის სანამ იქ იწავა, იქ მხარეს. იქ მხარეს არის ახლა. ჩვენთან მოდის. ეს სუნდია. თუ ეგრევე მეორე სართულზე არ ავალ მირჩენია. ეს ბორო იქვით არის სადღაც იყოს იქ. ყველაზე მოკლე ვიდეო გამოვა როგორც ჩანს. ამ თამაშზე ეს როგორც ჩანს ეს ოჯახია, რომელიც ამ სახლში ცხოვრობდა და როგორც ჩანს აი ამ ჩუბაკაბრამ შეჭამა ეს ოჯახი სამწუხაროდ როგორც ჩანს. კარგი. ეს პაროლი რა ვიცი გჭირდება თუ არა, იმიტომ რომ იმ ოთახში, სადაც ეს პაროლი გჭირდება რომ გავხსნათ ის ოთახი, იმ ოთახში სიანვლე გითხრათ არაფერი არ ინახება. გოგონა, მამა, დედა და პატარა გოგონა. კარგი. იმედი ახლა სადმე კოსმოსში არ მადლობა დიდი. ეს პადუალშია, ანუ სარდაფში უпростоრად მოდიშით. არა ქართული სიტყვა არის, ბარბარიზმია. კაი, სანამ ის სარდაფშია, მანამდე აქ წავალთ სადმე, ხო? ხო. არის რატომ? უკვე შეგვიძლია გავიქცეთ. არ ვიცი ვინ მოასწრებს ახლა პირველი. მოდი დავალოდოთ ამ. ახლოს თუ მივალ მკარებთან მე. ამოდის ახლა უნდა მოვატყო. Seboroya. Всё. გაგიქეცი? Всё, მეგობრებო, გავიქეცი, ძალიან ადვილი იყო. ეხლა რამ რეკლამა იქნება 100%. ხო ვიცოდი ეს რეკლამები. მოკლედ. ამას როგორც ჩანს ძალიან ადვილი თამაში იყო ჩვენთვის ეს პირველი რაუნდი 10 წუთში გავიარეთ. მოდით მეორე რაუნდით ვთამაშოთ ბარემ. ეს ალბათ მეორე თუ პირველი თუ მესამე ვიდეო სადაც ვთამაშობთ ეგრევე 2 რაუნდს, თორემ ჩემი აზრით ვიდეო 10 წუთიანი არ უნდა იყოს. მე მაგალითად არ მიყვარს პატარა ვიდეოების გადაღება. მინიმუმ ჩემთვის ის ვიდეო ლიმიტზე ავა სადღაც 1 საათიანი, ანუ მაქსიმუმ ვიდეო რა შეიძლება იყოს და მინიმუმ ალბათ 18 წუთიანი, 20 წუთიანი შეიძლება იყოს ვიდეო.
18 წუთიანი, 17 წუთიანი სადღაც აი ესეთი ვიდეოები მომწონს. კარგი, მოდით კიდე ერთხელ ვითამაშოთ და 20 წუთიანი გამოვაჩვენოთ ჩვენი ვიდეო. მანამდე კი 288 ოქრო გვაქვს. თუ ახლა კიდე მოვიგებთ, მაშინ გვექნება უფრო მეტი ოქრო, ანუ კიდე 40 ოქროს მოგცემთ და უსპას ვიყიდით ახალ ლეველს. მაგრამ დღეს არ მგონია რომ მოვასწროთ ახალ ლეველზე. ანუ ახალ თავში ახალ თავში თამაში უბრალოდ ვიყიდით მას და შემდეგი ეპიზოდისთვის ამ თამაში უკვე ვითამაშებთ 100%-ით იმ ლეველში, იმ თავში. თვალი არ ვიყოთ რა თქმა უნდა, უიაკ თვალი არ არის, კაი არა უშავს იყო. ხო. რაღაც გამოვტოვე თუ მეჩვენება. მგონი აქ რაღაც გამოვტოვე. ხო, აი, რა გამოვტოვე. ერთი ტომარი დავტოვე მოკლედ, ხო. ხა, ხო? კაი, მოდის ხა. ეს არის თვალი მქონდა, თანაც მასზე დავხარჯე ვიხარჯე. ჩუბაკაბრაზე, შავ რაპუნცელზე კიდე რა, ნუ შავი თმებით გულისხმობთ. არა, საჭირო ხა ბანს დაგვადებენ აქ. შავი რაპუნცელი, ანუ შავი თმებით. ეს გულისხმობთ, ხო მეგობრებო? შავი თმები აქვს. თვალი. ჩუბაკაბრა გაჩუმდი რა. კიდე ერთი თვალი. ძალიან კარგი ეს თვალი. კარგი ეს თვალები და კიდე 2+. ჯერჯერობით გაქცევა არ შეგვიძლია. გვჭირდება კიდე 14 ცალი ტომარა. ნაკ +1. წესით რაღაც ბევრი ხანი გვაქვს გადაღებული ვიდეოები, ანუ ბევრი ვიღებდით ვიდეოებს და პირველ სართულზე ყოველთვის ჩნდება 7 ტომარა. ხო, მეტი ტომარა არ არის აქ. ეს პადუალშია, ანუ სარდაფში, ბოდიში, მივეჩვიან ბარბარის მოკლედ. და კიდე მაშინ როცა ჩუბაკაბრა მოვიდა, ვერ მოვასწარი ამის თქმა, ეს არის როგორც ჩანს ის ოჯახი, სადაც აქ ცხოვრობდა, აი მამა, პატარა ბავშვი, დიდი ბავშვი, არა პირიქით, პატარა ბავშვი, დიდი ბავშვი და დედა. ესენი კი რა ვიცი, ბიზაშვილები არიან ალბათ. პრინციპში შესაძლებელია ასეც, იმიტომ რომ ბევრი ფოტოები არის ასეთი და თანაც საიდან მოვიდა ამ მონსტრს, ანუ საიდან მოიტანა ამ მონსტრმა ამხელა სახლი. როგორც ჩანს ეს ჩუბაკაბრა მოვიდა და ეს საწყალი ოჯახი, რა ვიცი რა გავუკეთ ამ საწყალ ოჯახს, რომ დაბანაკდა აქ. აქ როგორც ჩანს ვიღაც სატანა გამოიძახეს იმედია. როგორც ჩანს მიხვდი რა გამოიძახეს. როგორც ჩანს აქ ამ რაღაც ჯადოქრობებს კითხულობდნენ, ხო? აქ 100% კითხულობდნენ რაღაც ჯადოქრობებს. უი, ახლოს იყო. აგერ იყო ახლა ხანს. 4 ტომარა. მეგობრებო, დღეს იღბალი ჩვენს მხარეზეა. 4 ტომარა არის აი ამ ოთახში. 5 ტომარა დაგვრჩა. ძალიან კაი. როგორც განახეთ ის ოთახი, აი ეს პაროლი, მაგრამ არ გჭირდება პაროლი. აი იქ როგორც ჩანს რაღაც ბლა ლაპარაკობდნენ და პორტალი გამოიძახეს და პორტალიდან გამოვიდა ჩუბაკაბრა 100%. ეს ჯერ კიდე მეორე სართულზეა და მგონი ჩამოდის მეორე სართულიდან. ხო, მართლაც ჩამოდის მეორე სართულიდან და აი აქ არის. ეს უდია. კარგი, ცოტა ხანი დავალოდებით წავა. მანამდე კი მინდა სულ გითხრათ, რამხელა ოთახი აქვს, პანჯრები ნახეს რაზევით არის. და ამდენი ხანი მინდა გითხრათ, რომ დალაიქოთ ეს ვიდეო, გამოიწუროთ არხი და ზარის ხილაკს დააჭროთ, შემოოქრობოთ და რა თქმა უნდა არ დავიწყოთ სხვა ვიდეოების ნახვა ამ თამაშიდან, რომ არ გამოტოვებთ არაფერი ამ თამაშიდან და უფრო მეტად მოგეწონებათ თუ რა თქმა უნდა არაფერს არ გამოტოვებთ. ჩვენ უკვე ეს თამაში თავიდან ბოლომდე შესწავლილი გვაქვს სხვადასხვა ვიდეოებში, მაგრამ ამ ვიდეოში სადღაც ამ თამაშის 70% თუ 65% გვაქვს შესწავლილი ჯერჯერობით. კარგი, ეს გვჭირდება რა თქმა უნდა. თქვენ გთხოვთ რომ არ დავიწყდეთ ამ ვიდეოს და ლაიქება და გამოწეროთ შემოოქროებო ბრილიანტებო. და რა თქმა უნდა ზარის ლაქსაც დააჭირეთ, რადგანაც მით უფრო ბევრი გამომწერი მყავს, მით უფრო დიდი мотиваცია მაქვს, რომ
გადავიღოთ თქვენთვის ახალი ვიდეოები, მით უფრო ბევრი ლაიქი, მით უფრო მალე გამოდის ახალი ვიდეოები და მით უფრო ბევრი ზარის ღლაკია თქვენ თვითონ არ გამოტოვებთ ახალ ვიდეოებს. კიდე ერთი თამარა. ვაიმე, ხა სადღაც იქნება. მადლობა ღმერთს, ზევით ავიდა, მაგრამ ამან იცის მახეების დაგება, ანუ შეიძლება ცოტა ხანში ისევ ჩამოვიდეს. მაგრამ ჩვენ უკვე გავიმარჯვეთ რა მნიშვნელობა აქვს. 20 მონეტა მოგვწევთ, 20 რატომ მოგვეცით? ალბათ იმიტომ რომ მოკლედ მეგობრებო რეკლამასაც მაყურებინეს და ამ რეკლამის გამოც მომცეს ოქრო, მაგრამ მაინც უკვე შევაგროვეთ 300 მონეტა. 20 მონეტა რატომ მოგვწეს, არ ვიცი, არ და ანდრე მოგვწეს უფრო მეტი. მოგვწეს რა ქვია ხერთო. მოგვწეს 40 მონეტა, მაგრამ ეხლა 20 მონეტა მოგვწეს. თვითონ თამაშმა როგორ ჩანს, იმიტომ რომ რეკლამის გამო მოგვწეს ამდენი მონეტა, ალბათ არ ვიცი. ვიყიდეთ ახალი თავი, ძალიან კაი ეს მულტიპლეიერი პრინციპი ჩვენ არ გვჭირდება. ეს რაღაც საინტერესოა. აქ თქვენს რომ აქ ამბობენ რომ როცა დაასრულებთ ყველა თავს, მაშინ თქვენ უნდა გაიაროთო ეს რაღაც თუ არ ხო მივხვდი, აქ ჩვენ უნდა მოვირჩიოთ რომელიმე თუ არ ვშტები, აქ ჩვენ შეგვიძლია თვითონ გავხდეთ მონსტრი, გონი და ვიღაცასთან ვითამაშოთ ერთად, არ ვიცი. მოდით ნახოთ. არა. მაშინ რა იყო ეს თამაში, არ ვიცი. ეს უსასრულო სტომარები შეგვიძლია შევაგროვოთ აქ. უსასრულოდ ჩნდება აქ სტომარა. გასაგებია. მოდით ნახოთ აბა. მინდა მონსტრი ვიპოვა აქ, როგორ იქნება. არ მგონი არის სხვანაირი იყოს, სად არის? ნახო, ბოლოს კიდე განახეთ მონსტრი როგორ ჭამს ადამიანს. საშია რა თქმა უნდა. არა, მადლობა არ მინდა. აქ შეგვიძლია კიდე როგორც ჩანს თითოეული მონეტის ტომარა არის 1 მონეტა. ძალიან კაი. 2 მონეტა უბრალოდ, იმიტომ რომ 40 ხო მოგვწეს. 40 მონეტა მოგვწეს, ამიტომაც თითოეული მონეტების ტომარა არის გასაგებია უკვე რომ არის 2 ოქროს მონეტა. ხო. მოკლედ რა ეს რეკლამები. ხო. მოკლედ მეგობრებო, გავიგეთ რომ 1 მონეტა უდრის 1 მონეტის ტომარა, რომელიც არის თამაში, უდრის 2 ნამდვილ მონეტას, რომლისგანაც ჩვენ შეგვიძლია ვიყიდოთ ეს თამაშები. ძალიან კარგი. მაგრამ თავარი რომ თქვენ არ დავიწყდეთ ამ ვიდეოს დალაიქება, გამოწერათა ზარის ღლაკის დაეჭერა მეგობრებო, რადგანაც მით უფრო ბევრი ლაიქია, მით უფრო დიდი უფრო სწორად, მით უფრო დიდი ლაიქია, მით უფრო მალე გამოდის ეს ვიდეოები, მით უფრო ბევრი ზარის ღლაკია. თქვენ თვითონ არ გამოტოვებთ ამ ვიდეოებს ამ არხზე და მით უფრო ბევრი გამომწერი მყავს, მით უფრო დიდი мотивация მაქვს, რომ გადავიღოთ თქვენთვის ახალი ვიდეოები ამ არხზე და გაგახაროთ ჩემო მეგობრებო, ჩემო ბრილიანტებო და ოქროებო. გთხოვთ რომ არ დავიწყდეთ ამ ვიდეოს დალაიქება, გამოწერა ზარის ღლაკის დაჭერა და აუცილებლად უყურეთ სხვა ვიდეოებს. ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის, ყველას კარგად. კარგად.